მეგობრებო, თქვენი მეორე ბლოკის სტუმარია, აი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ რო ასე ადის ქუჩა, აი იმ ქუჩის მოგვარე ადამიანი, წიგნების დირექტორი, ნელა მოლაპარაკე გურული, გიორგი გეგელიძე, ხო? გამარჯობა. საიდან დაასკვენდი ნელა ლაპარაკე? ავიცი ასე მითხრეს რომ ნელა ლაპარაკე, აბა ილაპარაკე სწრაფად. არა, ხა ეს. აბა თქვი, მე დღეს სტუმრად ვარ ოთარ დადიშვილის შოუში. ოთარ. ეს თქვი უკვე, ხო? როგორ ხარ გიორგი? ავიცი, თავად? ავიცი, მეც არ ამიშავს. შენი ლექსები საეჭვოდ კარგია. და მართლა შენ წერ? მე ცოტა უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა თქვენზე და მეგონა რომ სოფლიო ეს ლიტერატურის სკოლებს იცნობდით კარგად და ადვილად შეატყობდით ვინ დაწერა. პირველი დეკადა დაწერა ჩემმა პირველმა ბებიამ. ეს მეგონა რომ ადვილად იცნობდით, შემდეგ ჩემი ბებია გარდაიცვალა, რაღაც ხანი მქონდა შემოქმედებითი კრიზისი და მე გააგზავნა მეორე ბებიამ და დღემდე წარმატებით აგზელებს. მე მაინტერესებს, მესამე ბებია გყავთ? ანუ მომავალში რას აპირებთ თუ ამის? მე დიდი პროზაში გადასვლას. პროზაში გადასვლას. მაღაზიაში ვიყავი მე, თქვენი წიგნის ყიდვა მინდოდა და რომ მივედი, დამხვდა თქვენი წიგნი, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი წიგნი გაყიდული იყო. თქვენ ახლა შეურაცხყოფას აყენებთ ბებია ჩემს. ბებია თქვენ. კარგი, ბოდიში, ბებია. მაგრამ სხვათა შორის ისე დიუმას მოუწყვეს ესე. პირველად რომ ჩამოვიდა თბილისში, ეგონათ რომ პატივს ცემდნენ და როცა მივიდა მაღაზიაში მხოლოდ მისი წიგნები იყო და მას საგანგებოდ აღნიშნავს კავკასიაში რომ ყველაზე ცუდი დახვედრაო წიგნების მაღაზიაში აქ მქონდაო, იმიტომ რომ ეთყობა არც ერთი ჩემი წიგნი არ გაყიდულაო და დააწყვეს ეს წიგნები. ახალი პროექტის შესახებ, გურული დღიურები. ხო, გურული დღიურები არის ჩემი სპონტანური გადაწყვეტილება იმ აზრით რომ მე გურული ვარ და შესაბამისად გადავწყვიტე რომ ერთ დღეს რაღაც ის ამბები რომელიც ოდესღაც შევარნაძის დროს როცა მე ცხოვრობდი გურიაში თავს გადამხდა ეს არ არის თლაც სასაცილო ამბები დიდწილად სატირელი ამბებია უკვე აღნიშნე რატომაც და შესაბამისად რაღაც ანეკდოტურ ამბებსაც წააწყდები. დაგრძელვის ამბებს არ მიყვებოდნენ ვიდეო კამერის წინ, იმიტომ რომ ახლა მაინც ტრაგიკული ისტორია და მართლა ტრაგიკული ისტორიები ეცხადია დიდწილად, მაგრამ გურიაში ძალიან კარგად იცით რომ ისე როგორც დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში დაგრძელო არის პერფორმანსი, რომელიც გულისხმობს თელს სიუჟეტს და დრამას და მათ შორის ასეთსაც რომ ხანდახან მოკვდება ჭარმაგი ადამიანი. მაგრამ ისიც უნდა იკივლო და უნდა იკივლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც განთქმულია ამ კივილში, რაც არ უნდა ეწყინოს ახლა ამის სიკვდილი, ან თქვათ შორეველი ნათესავი იყოს, ან რაღაცა მეზობელი. მათ შორის ასეთი იყო ერთი ქალბატონი, რომელსაც მოსვლია ძალიან ცუდი ამბავი. ნუ სცენარი არის ასეთი, რომ ქალი იმოსება შავში, აი აქ იდევს ცხვირსახოლს, პლატუქს და დაახლოებით ესე 15 მეტრის დისტანციაში უნდა იკივლოს ძალიან მაგრად. ის საწყალო ოთარია. რაღა ოთარის მიახტი, შეგაც აი ეგეთი რაღაცა დაახლოებით რა. ეს უნდა დაახლოებით ომარი თქვი, კაცო. იმან ომარი იკივლა. ოთარი, ომარი, ნოდარი რამდენი ერმითრება? ხადია ისინი იკივიან არა იმიტომ რომ ეკივლებათ, არამედ იმიტომ რომ უნდა იკივლონ. შესაბამისად გზაზე ლაპარაკობენ ყველაფერზე, სერიალებზე, გუშონზე, შემდეგ რაღაცა იმას რა გაიკაბა ეცვა, ამას რა გაი რაღაცა ერქვა, რაღაცა და რომ მოდი უცებ იკივლებენ, უი საწყალო ოთარი ეგ არა რაღაცა და ძალიან ხმამაღლა. არა, რაღაცას ისე ოთარი ვიქნები მირჩევენ. კი ბატონო, ძალიან ხმამაღლა იკივლებენ და შევლენ ასე. და ერთ ქალბატონს მოვიდა ძალიან უცნაური რაღაც ეს ანეკდოტად არის დარჩენილი, რომ ამ ამბავს რომ ყვებოდა რაღაც სხვა ამბავს. ყვებოდა საყოფაცხოვრებო ამბებზე რომ მიუახლოვდა, ნუ ეს დისტანცია გაისიგრძეგანა, რომ მისული ახლა საკივლებელ დროზე. მაგრამ საკივლებელი ფრაზა დაავიწყდა კი არა და გადააგრძელა ის რაც ლაპარაკობდა ძალიან ხმამაღლა იკივლა თურმე უიმე შეიძლება არ უთქვამს ჩემს მარაზილკაში ორი კვირა ვერძლებს კარაქი გოგო იკივლა ძალიან ხმამაღლა და ეს არც რუსულში ჩავარდა და უცებ არ დაიგნა და გააგრძელა საწყალო
რამინია რაღაცა მიაყო. რაღაც თავი მომდა რომ გამეკეთებინა იმ ტრადიციებზე, რომელიც ძალიან ცნობილია გურიაში, ანუ ეს ქორწინების ისტორიები, დაკრძალვის ისტორიები და შემთხვევით ასევე სპონტანურად გადავწყვიტე რომ ვიდეოთი ჩამეწერა და რამდენიმე ძალიან სახალისო ისტორიას გადავაწყდით, ისეც მე მგონია რომ ქრესტომათიულს და რაღაც ისტორიები მე მგონი თქვენს გაქვთ ხელთ. რამდენიმე ვიდეოს ნახოთ ჩვენ შეგვიძლია. კი ბატონო. თუ შეიძლება ვნახოთ. ცოლი როგორ მოიყვანე რომ მეხსიერება გივარ მაგისი. ცოლი უწინ იყო ახლა გარიგები ჩვენ პირდაპირ გოგობიჭი კი არ დავილაპარაკებდით. უფროსები მამაჩემი გოგოს მამას დაელაპარაკებულათ. ვითხოვდით და სანამ ქორწილს არ გადავხედი ქორწილი არ დაიშლებოდა ისე თოლთან არ შეგიშვებდე. ასეთი მე რა შეხვიდოდი მოგწონდებოდა თორე რა გზავთ. ქორწილი გადახდილიყო რაღაც გზა გქონდა. თქვენ მოგეწონათ? კი არ მომეწონა დიდად, მაგრამ იმაზე უარესები იყვნენ. ისინი რომ არ შემოგვეძროდნენ. უკვე ქორწილი გადახდილი თორი მე ვნახე ახლა არ მოგეწონა და საით. საინტერესოა. და ისე ვიღაც ხო გიყვარდათ ალბათ. თუ სიყვარულია ბაღნობაში, იმაში კი გვიყვარდა, იმან სხვაგან გათხოვდა, მე სხვაგან დავქორწინდი. და რატომ ვერ მოახერხეთ, რომ თქვათ ის მოგეყვანათ ცოლად ვინც? რატომ ვერ მოახერხეთ და მაშინ მაჭანკლობა ხომ იყო? ხო, მაგრამ ეს ამაზე მაღლა იდგა? ახლა ძველად როგორ იყო, იცი, ვინმე ან ნათესაობით ან რაღაცა ძალიცი მამის და მე იძულებით აძლევდა გოგოს და მამას რომ უნდოდა, გოგოს რომ უნდოდა, იქია. ასეთი მეთოდი იყო, ახლა დარღვეულია დღეს, უწინდელი ასე. ხო, ეს კაცი გევიცანი, აგერით ჩვენ მეზობელთან დაკავდები დადიოდა. ახლა მე როგორც წახანოველი ქალი, სულ გაზეთებში ვიყავ კომუნისტებს და ერთი ცურვა ვიცი კაი და უკავებია ჩემი სურათი კომუნისტის და ხატული ვარ და ზღვის პირზე მეიტანა. ხო და გამარჯობა ქალბატონო და ამხანაგები მახლავენ და ტებიან სიცილი და როგორი კარგი სურათა გინდა გასწავლო მეთქი? როგორ მას რა გინდა შენ? ეს რო შენ ხარო სურათი მანახა წის და კი მე ვთხარი მე ვარ რა მოხდა მე მეთქინე. ხო არ მოგეწონე მეთქინე. სამოსადეგარი ხარო მუსაკალე ხარო ბევრ ჩასკრეფო. კი მე ვთხარი აბა რა და საწყალი მოვედი საერთოდ იმან მითხრა რომ მე ცა მაგას არ წაყრო გიჟიაო და მაგას იმიტომ მეუბნები რომ მე მული არ წახვეს კაი რაფერი იყოს შეხედულა ვარს კაცი გადასა საწყალმა თელი ერთი კვირა იტირა ციანად ეს როგორ მითხარი ხო და რო ძინავდა ციალას ბოდიში და ფეხზემეც იყო შეიტვის სადაც ძინავდა იქინე ჩემი ნაკიდი ნოხი იყო ჩემი ელედი და ჩამოხსენი ნოხი ხო და წერი ხედა ჭიშკართან მაშინა მისცა გავრეკე და წერეთ წავხე აჰა ესე უცებ გათხოვდი მოულოდნელად ელედი პირდაპირ იმღამესვე აი ხო ადამიანი ვაჭკაცი ანგელოზი იყო ხო და ვიფიქრე ხიძის ვიცხოვრებ ოღონდ ამაკიცა მეყვანოსვე ანუ ერთი დანახვით შეგიყვარდა ერთი და არა 1 2 3 თვე აქ იყო მის დასა ანუ მანამდე გიყვარდა სანამ შემოგთავაზებდა სიმპათიები ქონდა ხო სიმპათიები და მე გოგოებს ყველას მოსწონდა ო და მე მე ხუჩაპატი იყო და ახლა ვიფიქრე ვაი თუ ახლა დაწვა ჩემთან რა ვქნა მე შემწვა არა მომამეთ რამე გამო ჩემთან უნდა დაწვეო შენო და ხუჩაპატი იყო და შაბათ ქორწილი იყო ხო და გეხედე მძინავს და ვიცხა მე ვდგნა მოვიდა ხო და ყველაფერი თქვიო სამ გავდე ახლა მე საჩია არა უშავს მოყევი ეს არაფერს არ ვამბობ ხო და ჩემს უთხარი გააცილი აქედან უთხარი სირცხვილია დაბლა ხალხია და ხო და უყურა საწყალ სერიოზად ძმას და წერდა ხო და გადავიხადეთ ქორწილი თურმე სადა აქ დასაწოლი და რამე ნათხვა ლოგიზები წევი მღამით ერთი ოთახი ქონდა გეხედე მესამე დღეს მომა მოგვაკითხე და ეს ლოგინი არ წეიღე მოდის მაგატრონა ჩილი არ იყო და
იმედი იყო საქმე. სხვათა შორის ერთ ქალბატონს გადავაწყდი, რომელიც ცოლად მოიყვანა, არ გამოდის, თავის ყოფილ სიძეს გაურიგა სიდედრმა და შესაბამისად აღმოჩნდა უცნაურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამ ქალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეგონა, რომ ეს ქალი იყო დედამთილი. ანუ ერთ კაცს რთული ამბავია, რა გურული ამბავია და რთული ამბავია და გძლადი თქმის, ანუ ერთ კაცს გარდაეცვალა მეუღლე, ამ მეუღლის დედას უყვარდა ძალიან ეს კაცი, შესაბამისად ეს მეუღლის დედა დაიქოქა, ეს კაცი ეთყობა ცოლის მოყვანი აღარ იყო და მოუყვანა მას ცოლი. პირდაპირ ესე მოკიდა ხელი მიუყვანა და გააცნო თავი როგორც დედამ და მეგრე უთხრეს რომ აი ჩემ დედა ჩემი ეს კი არ არის რომ კაც მოუთხრა აი ეგერ გორაზე ცხოვრობს და ამ ქალს შემოეყარა გულზე იმიტომ რომ ამას ვლივს და უძახეო დედაო მე იმისთვის უნდა დამეძახა დედაო და სამი დედა მყავდა ბოლოსო თქვენ რომ მითხარით სამი ბები თეორიულად შესაძლებელია ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან თქვენ როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ხო ანუ თქვენი პროფესია ერთი ფანტასტიკური წიგნი შევიძინე და მინდა რომ ახლა აი ეს წიგნი გამიპიაროთ მინდა. არა, მინდა რომ გავაპიაროთ, რომ ხალხმაც იყიდოს. ავაპიარე. სანაშენე მუშაობა საქართველოს მესაქონლეობაში. ეს აი როგორ გამიპიარებთ ამ წიგნს? გოცირიძის წიგნია, ეს არის ცნობილი პოსტმოდერნისტი. დიახ. რეკონსტრუქტივიზმის ნიუანსებით, მაგალითად. დიახ. მაგალითად შესავალშივე წერია, რომ მეცხოველეობის აღმავლობისთვის საჭირო ღონისძიებების განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოსებებო ცენტრალური კომიტეტის 1953 წლის სექტემბრის და შემდგომი პლენუმების გადაწყვეტილებებსა და ამ ხელმძღვანელი პარტიის 22 ყრილობის ისტორიულ დადგენილებაში. თქვენ შეამჩნევდით, რომ აქ არის ძალიან ბევრი ალიტერაცია. მარტო ამისთვის უნდა იყიდოს წიგნი, მაგრამ თავარი მაინც არის 97 გვერდი. დიახ. იმიტომ რომ ხაზის ფუძემდებლის შვილი 5-6 საუკეთესო კურორტ შთამომავლობის ხარისხის მიხედვით შემოწმებით გამოიყოფა ხაზის წამყვანი და რიგითი გამგრძელებები. ნუ აქ თუ გაძლო მკითხველმა და გული არ წავიდა, კარგი გაგებით, შემდეგ ის აღმოაჩენს წითელი მეგრული საქონლის კურო შტანიას. მოდი ვანახოთ. ეხლა აი შტანია აი ეს არის შტანია არის ეს ხო? შტანი არის რობერტ კაპას ფოტო, სხვა შორის. დიახ, დიახ. დიახ, აქ წერია ეს ყველაფერი. დასასრულიც მე მგონი რომ საინტერესოა. კი ბატონო, დასასრულიც, რა თქმა უნდა. მე მგონი უკვე გარბის ხალხი მიატოვეს ჩემი შოუს ყურება. არა, რას ამბობ. უკინისტებში არის. თავარი არის ის რომ აქ წერია რძის ქიმიური შემადგენლობა, ესე მთავრდება. აჰა. სრემლის მომგვრელი ფინალი აქ. ფური ცხიმს 3.8 ფურკამეთში ცხიმს 7.5 და თუ კი ეს ყველაფერი თქვენ არ გაიძულებთ რომ ამ წიგში რომლის ტირაჟი სხვა შორის არის 2000 გადაიხადოთ 75 კაპიკი დიახ მაშინ სრულიად ტყუილად გასჯილა თბილისის მეტქალაქის მეოთხე სტამბა კარგი ეხლა ხალხის რუბრიკის დროა როდესაც ხალხი შეიტყობს თუ ვინ არის ჩემი გადაცემის სტუმარი, აგზავნიან კითხვებს. აქ არის 3 კითხვა, მე წინასწარ გეტყვით რა კითხვებია და რომელსაც თქვენ შეარჩევთ, თქვენ თვითონვე, იმ შეკითხვაზე უნდა გასცეთ პასუხი. პირველი კითხვა არის სიმთვრალეში რა ჩაუდენია ყველაზე სამარცხვინო? მეორე კითხვა არის ბოლოს როდის უყურა პორნოგრაფიასო? და მესამე არის თუ მოგიტყუებიათ წაუკითხავ წიგნზე რომ წაკითხული მაქვს და რა მაგარიაო როგორც ეს დღეს გააკეთე. აქედან მინიმუმ 2 ისეთი კითხვაა რომ თუ შემდეგ მომიწვევთ ხალხი შეიტყობს რომ სხვა სამსახურიდან მოიწვიეს და სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ ეს მომიწევდა ან სამივე ესდევს სავარაუდოდ ბოლოს როდის უყურე პორნოგრაფიას ბოლოს სიმართლე გითხრათ რაღაცა ჰარდკორი პორნოგრაფია წავიკითხე და ეს რაღაცა 1 წუთის წინ მოხდა. აჰა, წაიკითხეთ და 1 წუთის წინ მოხდა. და ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ? რა წარმო ვიზუალური ასახვებით იყო. კი ბატონო, ჩაგეთვალათ, ახლა კიდევ ერთი თამაში სტუმართან.
აი ეს თვალებზე უნდა აიხვიოთ, დიახ, და უნდა გამოიცნოთ ნივთი. აი ბატონო. აბა. ქუდი ხელს ხო არ გიშლით? არა. თვალს მიშლის ცოტათი. აი ასე. კი ბატონო. რა ვქნა? არაფერი, მე მოგცემთ ნივთს. მე მოგონა მომეცით. აბატონო. აი. ოღონდ უზდელობებს არ ვართ. უზდელობებს არ ვართ. უზდელობებსა? მინიშნება შემიძლია მოგცეთ. მიმანიშნეთ. ბელა. მაფია. კიდევ ერთი მინიშნება. ბელას. ბელას ყელწინდა. ბელას რა? ყელწინდა. მე ხო ბიბლიოთეკის დირექტორი. ყელწინდა, ბიბლიოთეკის დირექტორი. თქვენ კბილეული გიყვართ? ალა გავაკ. ნამცხრები გიყვართ? არა? შოკოლადი. შოკოლადისაც არის ბელასი. აბა უზდელობებს არ ვართ. მაგის გარეშე არ კეთდება ბელასი. კრემის. გამოიცნო. ბრავო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ მობძანდით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო, ძალიან საინტერესო სტუმარი იყავით. ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარი გახდათ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. დიდი მადლობა.